მოგესალმებით, მე ბექა მუხიგული ვარ და როგორც იქნა დავიწყეთ პოდკასტი პოკერის შესახებ, რაშიც დაგვეხმარა სტუდია Zill Lane. ამ პოდკასტში ვილაპარაკებთ პოკერზე და მხოლოდ პოკერზე. ცოტას ფეხბურთზეც, რადგან წელს მსოფლიო ჩემპიონატია და ვერ ავწდებით ამ ამბავს. მსოფლიო ჩემპიონატი ასევე გვაქვს პოკერშიც, რომელიც ფეხბურთისგან განსხვავებით იმართება წელიწადში ერთხელ. ხვალ 26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში, კაზინო Horseshoes ლას-ვეგასში და Paris ლას-ვეგასში იწყება WSOP 2026. ეს პოკერის სამყაროში ყველაზე დიდი ივენთია, რომელიც თვენახევარი გრძელდება. WSOP-ზე და პოკერის სიახლეებზე ყოველ ორშაბათს ამ პოდკასტით ვილაპარაკებთ. რაც შეეხება ამ პოდკასტს, ბევრი ვიფიქრეთ რა დაგვერქმია გადაცემისთვის. ხელის ათები, ხელის ჯეკები, ხელის დამები, ხელის ბაბუები და ბოლოს რატომღაც მოგვეწონა ხელის ტუზები. დარწმუნებული ვარ, ყველა პოკერის მოთამაშეს ხელის ტუზები მოეწონებოდა, ასე რომ ამ გადაცემას ერქმევა Aces. ან ტუზები, ან 100 იტალიურად, ან ტყვიები, ან American Airlines, ან ჯოხები. მოკლედ ეს არის გადაცემა Aces და ვლაპარაკობთ პოკერზე და მხოლოდ პოკერზე. მსოფლიო ჩემპიონატი პოკერში ეს არის თვენახევრიანი მარათონი, სადაც პოკერის მოთამაშეები ცდილობენ ოცნება აიხდინონ და მოიგონ თავარი ივენთის ბრილიანტის ბრასლეტი, რაც პოკერში ყველაზე დიდი ტიტულია. მაგრამ სანამ წლევანდელ ივენთზე ვილაპარაკებთ, მოდი ვნახოთ როგორ შეიქმნა ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატი, ვისი იდეა იყო და როგორ მოვედით აქამდე. WSOP-ის დამაარსებელი იყო ვინმე ბენი ბინიონი. ვინ იყო ბენი ბინიონი? ბენი იყო ტეხასელი, ძველი ყაიდის კაცი, რომელსაც, როგორც ამბობენ, ცალჯიბეში რევოლვერი ედო, მეორეში კი მილიონები. 1946 წელს ის გადადის ლას-ვეგასში საცხოვრებლად, იქ ყიდულობს კაზინოს და ქმნის Binion's Horseshoes. მისი დევიზი იყო კარგი საჭმელი, კარგი სასმელი და სამართლიანი თამაში. ის იყო პირველი, ვინც მოთამაშეებს შესთავაზა უფასო სასმელი და პირველი, ვინც ლიმიტები მოხსნა კაზინოში. სწორედ ამ კაცის ხედვამ შესაძლებელი გახადა პოკერი ქუჩიდან დიდ სცენაზე გადასულიყო. 1970 წელს ბენიმ გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, ვინ იყო საუკეთესო პოკერის მოთამაშე. მან თავის კაზინოში იმ დროის საუკეთესო 7 პოკერის მოთამაშე შეკრიბა. ესენი იყვნენ: პირველი ჯონი მოსი, ზედმეტსახელად Grand Old Man-ი, ანუ დიადი მოხუცი, კაცი, რომელსაც შეეძლო თვეობით ეთამაშა. 1959 წელს ნიკ დანდილოს 5 თვის განმავლობაში ეთამაშა და მოუგო $4 მილიონი. ის იყო გამძლეობის ეტალონი. მეორე იყო ამარილო სლიმ პრესტონი, საუკეთესო შოუმენი, მას შეეძლო თოვლის კაცისთვის ყინულიც კი მიეყიდა. ის არასდროს თამაშობდა მხოლოდ კარდს, ის ეთამაშებოდა ადამიანების სისუსტეებს. მესამე იყო ყველასთვის ნაცნობი დოილ ბრანსონი. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ათლეტური, რომელსაც ჯერ კიდევ ტეხას დოლის ეძახდნენ. დოილი იყო პირველი, ვინც აგრესიულ power poker-ის სტილში თამაშობდა. მეოთხე იყო სეილორ რობერტსი, ტეხასელი road gambler-ი. ის და დოილ ბრანსონი წლების განმავლობაში ერთად მოგზაურობდნენ და თამაშობდნენ ტეხასის სახიფათო იატაკქვეშა თამაშებში. მეხუთე იყო პაგი პირსონი. ეს იყო ის კაცი, ვინც ბენის უთხრა, ბენი, ქეშ თამაშები კარგია, მაგრამ მოდი გავაკეთოთ ტურნირი, სადაც ბოლოს ერთი გამარჯვებული დარჩება. მეექვსე და მეშვიდე იყვნენ ადინგტონი და კენონი, ნამდვილი ტეხასელი ზვიგენები, ეგრეთ წოდებული შარიკები. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მაგიდა შედგებოდა ამ 7 მოთამაშისგან და მათ არანაირი ტურნირი არ უთამაშიათ, უბრალოდ ითამაშეს cash game და შემდეგ ბენიმ გადაწყვიტა გამარჯვებული დემოკრატიულად კენჭისყრით გამოევლინა. მან მოთამაშეებს სთხოვა ფურცელზე დაეწერათ იმ ადამიანის სახელი, ვინც იმ დღეს მაგიდასთან ყველაზე ძლიერი იყო. როცა ბენიმ 5 გახსნა, ხმამაღლა გაეცინა. 5-ში 7 ფურცელი იდო და 7-ვეზე განსხვავებული სახელი ეწერა. თითოეულმა მათგანმა ხმა საკუთარ თავს მისცა. აი ასეთი იყო ამ ხალხის ეგო, თავდაჯერებულობა და არც ერთი მათგანი არ აღიარებდა, რომ პოკერის მაგიდასთან ვინმე იყო მათზე ძლიერი. მაგრამ ბენი არ დაიბნა, მან მოთამაშეებს ამჯერად სხვა კითხვა დაუსვა, დაწერეთ სახელი იმ მოთამაშის, ვინც მეორე საუკეთესოა ამ მაგიდაზე. ამჯერად ხმათა უმრავლესობით ჯონი მოსმა გაიმარჯვა, ასე რომ მეორე საუკეთესო სტატუსით ჯონი მოსი გახდა პოკერის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი.
1972 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დასარეგისტრირებლად უკვე $10,000 ბაინი დაწესდა, რაც იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა იყო. ტურნირი რო არ ჩაშლილიყო, ბენიმ ბაინის ნახევარი თავისი ჯიბიდან დაუდო ყველა მოთამაშეს. ტურნირზე მხოლოდ 8 კაცი დარეგისტრირდა და ტურნირი იყო ფრიზაუტი, ანუ აგებ, ვარდები. სწორედ ასე იბადება სატურნირო პოკერი. ბენი მაშინ დოილს გადაუჩურჩულა. დოილ მოვა დრო და 100 კაცი მაინც მოვა ამ ტურნირზე. ალბათ დოილმა მაშინ გაიფიქრა, რომ ბენი ჭკუიდან შეიშალა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სიგარეტის კვამში გახვეული პატარა ოთახი, სადაც 8 კაცი იჯდა, ერთ დღეს მილიარდობით დოლარის ინდუსტრიად იქცეოდა. 1970-დან 1975 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულები იგებდნენ ფულად პრიზთან ერთად ვერცხლისფერ თასს. მაგრამ პოკერი იზრდებოდა. ბენი ხვდებოდა, რომ რაღაც უფრო სიმბოლური იყო საჭირო. ამიტომ 1976 წელს პირველად გაჩნდა იდეა ოქროს სამაჯურის. რატომ სამაჯური? იმიტომ რომ თასი კაბინეტში იდევს, იმტვერება, სამაჯური კი მაგიდასთან გიკეთია და ეს არის შენი საბრძოლო ნიშანი, რომელიც ყველას ეუბნება, რომ შენ მსოფლიო ჩემპიონი ხარ. ჩვენ ახლა 70-იანებში ვართ, ჯონი მოსი ჯერ კიდევ მეფეა, დოილ ბრანსონი კი თავის პირველ გამარჯვებებს ელოდება. წინ ჯერ კიდევ ბევრია, სტივ ანგერის გენიალურობა, ფილ ჰელმუთის ამბიციები და ის მომენტი, როცა უბრალოდ ბუღალტერი პოკერის სამყაროს შეცვლის. 1976 და 1977 წლები. პოკერის სამყაროს ახალი მეფე ჰყავს, ეს არის დოილ ბრანსონი. სწორედ ამ წლებში მოხდა ის, რაც დღეს ყველა მოთამაშემ იცის. დოილმა ზედიზედ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ერთი და იგივე ხელით, 10-იან 2-იანით. მან ორივეჯერ ფულ ჰაუსი აწყო. ეს არ იყო უბრალოდ იღბალი, ეს იყო გზავნილი დოილისგან, რომ მას შეეძლო ნებისმიერი ორი კარტით მოიგო ნებისმიერი მოთამაშისთვის. 1980 წელს ლას-ვეგასში გამოჩნდა ბიჭი, რომელიც სრულიად არ გავდა პოკერის მოთამაშეს, ის იყო გამხდარი, პატარა 26 წლის ბიჭი ნიუ-იორკიდან. ეს იყო სტივ ანგერი. თუ დოილი და ჯონი მოსი იყვნენ ფოლადი და გამოცდილება, სტივ იყო სუფთა გენიალურობა და ქაოსი. ის იყო ჯინი რამის ლეგენდა. ჯინი რამი, ვინც არ იცით, არის კარტის კლასიკური თამაში, რომელსაც მხოლოდ 2 მოთამაშე თამაშობს. old school-ის ბევრი პოკერის მოთამაშე გადმოვიდა ჯინი რამიდან, ერთ-ერთი სტიუც იყო, მაგრამ სტიუს განსხვავებული ისტორია ჰქონდა, ის იყო გენიოსი ჯინი რამში, მას უბრალოდ აღარავინ აღარ ეთამაშებოდა, რადგან აი ყველას მოუგო, სულ ყველას. სანამ ის პირველ სამაჯურს მოიგებდა პოკერში, მან ნიუ-იორკსა და ლას-ვეგასში ყველა დიდი მოთამაშე ჯინი რამში გააკოტრა. პოკერი იყო სტიუსთვის იძულებითი ნაბიჯი, მას სჭირდებოდა ახალი მსხვერპლი, ესე ვთქვათ, ანუ ახალი პლატფორმა, რადგან ჯინი რამში მსხვერპლი აღარავინ დარჩა, აღარავინ ეთამაშებოდა უბრალოდ. პოკერში ის მოვიდა როგორც ქარიშხალი. პირველივე ცდაზე მოიგო მეინ ივენთი, მთავარი ივენთი WSOP-ის და დაამარცხა თავად დოილ ბრანსონი. 1991 წელს წიუმ დაამტკიცა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი პირველი მეინ ივენთის მოგება, მან ზედიზედ მეორედ მოიგო მეინ ივენთი. That's the winner. 27-year-old Stu Unger has again won the World Championship of Poker 2 years in a row. What are the odds on that, winning it? It's awful big. Successive years. Very tough to win it. It's got to be awful lucky in key situations. ის გახდა მესამე ადამიანი, ვინც ისტორიაში შეძლო მეინ ივენთის ორჯერ მოგება. მისი ფოტოგრაფიული მეხსიერება და აგრესია აშინებდა ყველას. ის იყო სუფთა გენიალურობა. მაგრამ ამ გენიალურობის მიღმა დიდი ტრაგედია იმალებოდა. მთელი ფული, რომელსაც წიუ იგებდა, ქრებოდა ნარკოტიკებში, დოხში, კაზინო თამაშებში და მის გიჟურ ცხოვრებაში. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ერთ ღამეში მოეგო მილიონი და მეორე დილას პურის ფული არ ქონოდა. 80-იანების დასაწყისში ბენი ბინიონის წინასწარმეტყველება თითქმის ახდა. ტურნირზე უკვე 70-80 კაცი გამოდიოდა. WSOP აღარ იყო მხოლოდ ტეხასელი მეგობრების შეკრება. აქ მოდიოდნენ მოთამაშეები მსოფლიოდან. ბენი ხედავდა, როგორ იქცა მისი პატარა იდეა მსოფლიო ჩემპიონატად. 1982 წელს მონაწილეთა რაოდენობა პირველად 100 გადააჭარბა. კაზინო ჰორს შუში
კედლებზე გამარჯვებულების ფოტოები იმატებდა. ოქროს სამაჯურების ბრწყინვალება კი უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავდა ვეგასში. თუმცა წინ უფრო დიდი დრამა იყო. წინ იყო სტიუ ანგერის დაცემა და მისი წარმოუდგენელი დაბრუნება 16 წლის შემდეგ. მაგრამ მანამდე პოკერის სამყაროში კიდევ ორი ლეგენდა უნდა გამოჩენილიყო. ეს იყო ჯონი ჩენი და ფილ ჰელმუტი. 80-იანების მიწურულს პოკერის სამყაროში ახალი დომინანტი გამოჩნდა. ეს იყო ჯონი ჩენი. 1987 წელი. ჩენი იგებს თავის პირველ მეინ ივენტს. 1988 წელი ჩენმა დაამარცხა ჰედზაპში ერიკ საიდელი და გახდა ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონი და შეუერთდა ლეგენდებს. ამ ფინალური ხელის მომენტი 10 წლის შემდეგ ფილმ როუდერში უხვდა, სხვათა შორის ძალიან კარგი ფილმია, მშვენიერი მსახიობებით. 1 წლის შემდეგ 1999 წელს მთელი ვეგასი ელოდებოდა, რომ ჩენი მესამეჯერაც მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს. ის კვლავ ჰედზაპშია და მის წინ ზის 24 წლის თავხედი ბიჭი ვისკონსინიდან. ეს იყო ფილ ჰელმუტი. ის იყო ხმამაღალი, ის იყო ამპარტავანი და ის იყო გენიალური. და ყველასგან გასაკვირად ჰელმუტმა ჩენი დაამარცხა და გახდა იმ დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ისტორიაში. სწორედ მაშინ შეერქვა ფილს ზედმეტსახელი The Poker Brat, რაც პოკერის ურჩ ბავშვს ნიშნავს. ჰელმუტმა დაიწყო თავისი გზა 17 სამაჯურისკენ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 17 სამაჯურზე და ფილის გენიალურობაზე სხვა ეპიზოდში ვილაპარაკებთ, ახლა კი გადავიდეთ ქალებზე პოკერში. ბენის იდეა იმდენად პოპულარული ხდება, რომ პოკერის მსოფლიო ჩემპიონატზე ქალებიც რეგისტრირდებიან უკვე. 1995 წელი პოკერი ყოველთვის კაცების კლუბად ითვლება. მაგრამ ბარბარა ენრაიტმა ეს სტერეოტიპი სამუდამოდ დაამსხვრია. ის გახდა პირველი ქალი პოკერის ისტორიაში, რომელმაც მეინ ივენთის ფინალური მაგიდა ითამაშა. ბარბარა მეხუთე ადგილი დაიკავა. მაგრამ მისმა გამოსვლამ გზა გაუხსნა ათასობით ქალს. მან დაამტკიცა, რომ პოკერის მაგიდასთან სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ხოლო შენ გადაწყვეტილებებს და შენ გამბედაობას. და აი მივადექით ყველაზე ემოციურ მომენტს. 1997 წელი. სტიუ ანგერი, ზიქიდ, ყველას მივიწყებული ყავს. ნარკოტიკებმა მისი სახე ისე შეცვალა, ძლივს ცნობდნენ. ის იყო გაკოტრებული. მაგრამ მისმა ძველმა მეგობარმა ბილი ბაქსტერმა ბოლო მომენტში ასესხა $10,000, რათა დამჯდარიყო თავარ ივენტზე. სტიუ მაგიდასთან თავისი შვილის ფოტოთი დაჯდა და მოხდა სასწაული. 16 წლიანი პაუზის შემდეგ სტიუმ ყველას აჩვენა, რომ მისი გენიალურობა არსად არ გამქრალა, მან მოიგო მესამე მსოფლიო ჩემპიონატი. ეს იყო პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება. იმ დღეს მას The Comeback Kid შეარქვეს. სამწუხაროდ ეს ბოლო გამარჯვება აღმოჩნდა მის. ერთ წელიწადში სტიუ გარდაიცვალა ზედოზირებით. მან დატოვა ლეგენდა, რომელიც დღემდე ცოცხლობს. ეს ყველაფერი აქამდე რაც მოვყევით ბენის იდეის, დოილ ბრანსონის, ათიან ორიანის და სტიუ ანგერის გენიალურობის შესახებ, ეს მხოლოდ პრელუდია იყო. ნამდვილი ქარიშხალი პოკერში 2003 წელს დაიწყო. წარმოიდგინეთ კაცი, რომლის გვარიც ბედის წერას გავს, ანუ ქრის მანი მეიქერი, კრის ფულის მკეთებელი, უბრალო ბუღალტერი ტენესიდან, რომელმაც სახლში კომპიუტერთან ჯდომისას $86 პოკერის ისტორია იყიდა, რომელმაც პოკერის სამყარო თავდაყირა დააყენა. სწორედ ამ მომენტში გაცდა პოკერი ბენი ბინიონის კვამლიან ოთახებს და ტელევიზორების მეშვეობით ყველა ოთახში შევიდა. ამას მანიმეიქერის ეფექტი დაერქვა. მომენტი, როცა პოკერი ყველას თამაშად იქცა. არ გამოტოვოთ ის შემდეგი ეპიზოდი, პოკერის დიდ ეპოქაში გადადის. ახლა კი დავბრუნდეთ თანამედროვე პოკერში და განვიხილოთ ჩემი ხელი, რომელიც ონლაინ მაგიდაზე შემემთხვა. ეხლა განვიხილოთ ჩემი ერთი ხელი, რომელიც ონლაინ ტურნირზე შემემთხვა, ეს იყო $44-იანი progressive bounty GG პოკერზე. რას ვფიქრობ მე და რას გვეუბნება GTO? მოკლედ ორივე შემთხვევას განვიხილავ. ამ შემთხვევისთვის გამოვიყენებ Solutions GTO Wizards და მოდი დავიწყოთ. შესვენება დამთავრდა. ტურნირის გვიანი ეტაპი არის, ITM-ი დაწყებულია და მე ვარ 21 ბლაინდი. ვარ UTG Plus-ზე. UTG fold-ავს. მიჭირავს ტუზ 4-იან გული.
მე აქ ვფიქრობ რეის რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველი, ჩემ შემდეგ ზის შორტი 2 და 9 ბლაინდი აქვს და cut-off-ზეც 9.3 ბლაინდი აქვს თავის $22 ბაუნტი. და ეს ხომ ბაუნტი ტურნირია. შესაბამისად მომწონს ჩემი ხელით ჩემ გვერდზე ბჯდომს all-in-ივე თამაშო და შეიძლება cut-off-საც. მეორე იმიტომ მომწონს რომ big blind-ზე ზის მოთამაშე, რომელსაც 90% შემთხვევაში იცავს big blind-ს. და ვფიქრობ რომ ჩემი ტუზ 4-იან გული მის range-თან ძალიან კარგად დგას. ასე რომ აქ გავაკეთებ რეის. მოდით ამ ნახოთ პარალელურად რას გვეუბნება GTO Wizard-ი. Solver-ი გვეუბნება რომ აქ ვარ 100%-იანი რეიზი. ასე რომ Solver-ითაც სწორი რეიზია. ჩემი სამიზნე ყრის. მას მიყვება ყველა მოთამაშე, ხოლო Big Blind-ი იცავს თავის Big Blinds, როგორც წინასწარ ვიფიქრეთ. Flop-ზე მოდის 3-იან ყვავი, 2-იან გული და დამა აგური. Big Blind-ი ჩეკავს. მე ვფიქრობ რომ ჩემთვის ეს კარგი ფლოპია. რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლებოდა, მაგალითად 3-იან გული, 2-იან გული და 5-იან გული, მაგრამ street flash-ია გვეწყო. მაგრამ ესეც კაი ფლოპია, ამასაც არ აუშავს. რატომ არის კარგი ფლოპი? პირველი ვარ გაჩოტი, მეორე ვარ backdoor საფლეშე და ჩემ range-ში არის კარგი დამების, კაროლ დამა და ასე შემდეგ. ასე რომ აქ ვაკეთებ რეის. პატარა რეის გავაკეთებ აქ 1 და 5-ს. და მოდი ვნახოთ რას გვეუბნება თან solution. GTO გვეუბნება რომ აქ ვართ რეიზი 99%-ში. რეიზის ზომა არის 1 და 1. კი ამ რეიზს გავაკეთებ თუ ვთამაშობ უფრო მაღალ buy-ins, რავი $200 და მეტს, მაგრამ ეს ხომ $44-იანი ბაუნტი ტურნირია, ასე რომ 1.5 მომწონს, ანუ თითქმის მიყვება GTO სტრატეგიას ამ რეიზით. მოდი ვნახოთ რას იზავს Big Blind. Big Blind-ი კოლავს. და თენზე ამოდის 8-იან გული. Big Blind-ი ჩეკავს. ეს კარტიც მომწონს. ჩემი ხელი გააძლიერა, რაც flash draw გამხადა და გაჩოტი. ასე რომ აქ ვფიქრობ რომ გავიდე სადღაც 70-80% ბანკის, რომ ვეღარ გააგრძელოს დაცვა Big Blind-მა პირველ რიგში. ჩემი აზრით აქ ცუდი კიკერით დამაც იყრება. ყოველთვის უნდა იფიქროთ მოწინააღმდეგეს რა range-ში შეიძლება ყავდეს კარტი. არასდროს არ ჩასვათ ერთ რაღაც, ტუს კაროლი ყავს, ანუ დამები ყავს უეჭველი. რაღაც ესეთი არასდროს არ ჩასვათ. მთლიან range-ში დაახლოებით რა შეიძლება ყავდეს, უნდა განვიხილოთ. თავიდანვე თქვი რომ დიდი range-ით იცავს თავის Big Blinds, ასე რომ მას აქ ქალი დაბალი კიკერით, ბევრი street draw, ბევრი, რავი, 4-იან, 5-იანი, 5-იან, 6-იანი, ბევრი ტუზ 2, ტუზ 3. კი შეიძლება რაღაც 2 პარაც ყავს და მახეს გვიგებს. მე მაგას გავიგებთ, ყოველ შემთხვევაში მე მომწონს ეს ჩემი კარტი აქ ბეთისთვის რა. სპოტი არის 8.8 Big Blind-ი და გავდივარ 6 და 5 Big Blinds. მოდი ვნახოთ რას გვეუბნება ამ დროს GTO-ს Wizard-ი. Solution-მა გვითხრა raise 99%-ში. 5.1 Blinds, ანუ აქაც მოყვება Solution-ი. ჯერჯერობით GTO სტრატეგიას სწორედ მივყვებით. Big-ი კოლავს. River-ზე მოდის კაროლ ჯვარი. პოტი უკვე არის 21 Big Blind-ი. და Big Blind-ი კлау ჩეკავს. მე დამჭა 11 Blind-ი. კაროლ ჯვარით ვფიქრობ რომ კარგი კარტია საბლეფოდ. ყველა street draw-აც და არაფერი არ დაიხურა. ერთადერთი რაც დარჩა დამა დაბალი კიკერით, რომელიც ჩემი აზრით აქ უნდა გადავაყრევინო. მოდი ნახოთ რას გვეუბნება Solution-ი. Solution-ი გვეუბნება 66%-ში, ანუ ჩეკი და 33%-ში გვთავაზობს all-ins. და აქ შემოდის პოკერის ხელოვნება. Solution-მა არ იცის ვინ ზის ჩემს წინ, მან არ იცის რომ ეს მოთამაშე 90% იცავს თავს და მთელი მის range-ია მთელი ნაგავი კარტების და ჩემი range აქ ძალიან ძლიერია. მე UTG Plus-იდან გავდივარ, 3 ბარელი ფსონი დავდე. ჩემთან არის ბევრი ტუსკაროლი, როგორც თქვი, კაროლ დამა, კაროლ ვალეტი, ოვერპარები. მოკლედ მე აქ არ მომწონს GTO-ს უსაფრთხო ჩეკი და აქ შევდივარ all-ins. რატო შევდივარ? იმიტომ შევდივარ, რომ ეს არის ექსპლოიტი, ანუ ექსპლუატაცია. მე აქ ვიყენებ მეტოქის სისუსტეს, ანუ რომ მისი სურვილია, რომ ბევრი ხელი გაათამაშოს და თან რივერიც დაუჩეკო. ანუ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით გაუმართლებელია ეხლა. თუ უნდა რომ ბევრი ხელი გაათამაშოს, ამ წნეხსაც უნდა გაუძლოს რივერზე.
თუ უძლებს, გადარჩება. თან ტურნირის გვიან ეტაპზე ხალხი overfolds აკეთებს. ამ შემთხვევაში exploit-ი მეტ ფულს მოგვაგებინებს რა, ვიდრე მშრალი GTO-ს სწორი ხაზოვანი თამაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ GTO ცუდია. ან როგორ შეიძლება ეს თქვა, აქ უბრალოდ მას ჰქონდა all-in-ის ხაზიც რა, უბრალოდ best სვლა არ იყო, ანუ საუკეთესო სვლა არ იყო. მოკლედ ვიყენებთ GTO Wizards, რომ ვიცოდეთ რა არის სწორი წერტილი, მაგრამ მაგიდასთან ჩვენ ადამიანებს ვეთამაშებით და არა კომპიუტერს. თუ ხედავთ რომ ეტოკე ბევრ კარს ყრის, მაშინ დააყრევინეთ და თუ ხედავთ რომ კოლერია, ბლევს მოერიდეთ რა. მოდი მიუბრუნდეთ ეხლა ხელს. აქ მე all-in-ი გავაკეთე და ვნახოთ რას იზავს მეტოკე. და მეტოკემ დაყარა. ამ ტურნირზე 50-1000 გამომაგდეს, $200 შემხვდა, ვფიქრობ უკეთესადაც შეიძლებოდა უფრო წინ გასვლა, მაგრამ დღევანდელ პოკერ, ონლაინ პოკერ ტურნირებზე არც ეს შედეგია ცუდი, გავახუთმაგეთ $44. ასე რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, კომენტარებში დაწერეთ, ანუ როგორ გაათამაშებდით თუნდაც ამ ხელს, ანუ ან სად ფიქრობთ, რომ შემეძლო სხვანაირად თამაში და ჩაყარეთ თქვენი ხელებიც და ამოვარჩევ საინტერესო ერთ-ერთ ხელს და Solution-ის დახმარებით ვნახოთ საუკეთესო სვლები ამა თუ იმ ქუჩაზე. ახლა კი დაუბრუნდეთ WSOP-ს, რა არის წელს სიახლე? წელს Caesar Entertainment-მა WSOP-ის ბრენდი $500 million მიჰყიდა GG პოკერის მფლობელ კომპანიას Ensus Groups. აქამდე WSOP იყო კონსერვატიული ამერიკული კაზინო გიგანტის Caesar-ის საკუთრება. ახლა კი ის გადავიდა იმ ხალხის ხელში, ვინც ონლაინ პოკერი რევოლუციურად შეცვალა. რა იცვლება ჩვენთვის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების რევოლუცია. GG პოკერმა შექმნა პოკერის კეთილსინდისიერების საბჭო. რას ნიშნავს ეს? თუ მოთამაშე ონლაინში ჩეთერობს ან სოლვერების გამოყენებას ცდილობს, დაიბლოკება და ავტომატურად ბანი დაედება ცოცხალ ტურნირებში, ანუ WSOP ტურნირებზე თამაშს ვეღარ შეძლებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ონლაინ ბანი ლაივზეც გადადის. შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელიც თვალყურს ადევნეს მოთამაშეების რეპუტაციას ორივე სამყაროში, ანუ ონლაინშიც და ლაივშიც. სიახლეა ის, რომ კაზინოში იგრძალება ნებისმიერი დამხმარე პროგრამის გამოყენება, ანუ smartphone-ებში თუ რაღაც solvers ამოკეცავ, ეგრევე ბანი დაგედება. GG პოკერმა განაცხადა, რომ სურს WSOP-ის main event-ი გახდეს იმდენად დიდი, რომ 10,000 მოთამაშეზე მეტი დარეგისტრირდეს ყოველ წელს სტაბილურად. ამიტომ წელს მარკეტინგი იქნება წარმოუდგენელი. გარდა ამისა, წელს ვეგასში ველოდებით ონლაინ არმიას. GG პოკერმა იმდენი საგზური გაათამაშა, ანუ სატელიტები, რომ კაზინო ჰორსშუში მაგიდებთან უფრო მეტი ონლაინ მოთამაშე იქნება, ვიდრე ოდესმე გვინახავს. მედი მაქვს ამ ონლაინ მოთამაშეებში ქართველებსაც ვიხილავთ, იმიტომ რომ GG-ზე ძალიან აქტიურად თამაშობენ ქართველი ბიჭები და იმედი მაქვს ვინმე მსოფლიო ჩემპიონატის ბრასლეტსაც ჩამოიტანს საქართველოში. ასე რომ შევხედოთ, რას მოგვიტანს ეს WSOP-ის GG სეზონი. ახლა კი მოდი განვიხილოთ, რა ივენთებია WSOP 2026-ზე გახსნით კვირაში. პირველი ივენთი არის $550-იანი მისტერი მილიონსი. ეს მისტერი უკვე იმდენად პოპულარულია, რომ ყველგან არის და მგონია, რომ წელსაც main event-ზე რამდენიმე ტურნირი იქნება ასეთი. ბაინის სულ რაღაც $550-ია. თავარი პრიზი top bounty გარანტირებული $1,000,000-ია, ეს კაია ძალიან. სტრუქტურა. სტარტზე იღებ 25,000 chips, პირველი 5 fly A-დან იმდე ყველა ნაკადში არის 30 წუთიანი დონეები. შაბათს 30 მაისს არის ბოლო ტურბო ნაკადი, სადაც დონეები მხოლოდ 20 წუთი გრძელდება. ბაუნტები ყველამ ვიცით, რომ მისტერიზე არასდროს არ არის პირველ დღეს, ანუ მეორე დღეზე უნდა გადახვიდეთ და იქიდან იწყება უკვე მისტერი ბაუნტი. რაც შეეხება მეორე ივენტს. ესეც 26 მაისს იწყება. უფრო მაღალი ბაინი აქვს, $5,000-იანი ივენთია. აქ სტრუქტურა გაცილებით ღრმაა, 50,000 საწყისი ჩიპი და 60 წუთიანი დონეები.
განრიგში ასევე გვაქვს მესამე ივენთი $500 ტურნირი მათთვის, ვინც გეიმინგ ინდუსტრიაშია, ეს ყოველ წელს სტარტდება WSOP-ზე. ასევე გვაქვს $1500 Omaha High-Low 8 or better Omaha-s მოყვარულებისთვის და მე-11 ივენთი არის $10000 High Roller-ი GG Millions-ი, ეს არის ახალი ივენთი 20-26 წლისთვის, რომელიც 31 მაისს დაიწყება. ვინაიდან $550 Buy-in Mini Mystery Millions-ი ძალიან ხელმისაწვდომია, დიდი შანსია, რომ ვეგასში მყოფმა ნებისმიერმა ქართველმა მოთამაშემ ეს ივენთი ჩააგდოს თავის კალენდარში. მე თვალს მივადევნებ თვითოეულ ივენთს და გეტყვით ყველა სიახლეს. იმედი მაქვს დღევანდელი მიმოხილვა დაგეხმარებათ პოკერის უკეთ თამაშში. არ დაგავიწყდეთ, რომ პოკერი არ არის მხოლოდ კარტი, ეს არის ისტორია მათემატიკასა და დიდ ემოციას შორის. შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით ლეგენდარულ კრის მანიმეიკერის ეფექტზე, როგორ შეცვალა სამყარო ერთმა ბუღალტერმა, გვექნება WSOP 2026-ის ახალი ამბები, ასევე გაგიზიარებთ დღის რჩევას და მიმოვიხილავთ რა ხდება ონლაინ პოკერში. მომავალ ურჩევას.